Lagi ნახოთ რა ეტაპზე ხართ, სად ხართ, როგორ ხართ და რა ხდება თქვენი სიკვდილო. აუცილებლად მიდიხართ ესე რომ თქვა თქვენი სურვილების ასასრულებლად ის რაც გზა გაქვთ ჩაფიქრებული აი ზუსტად ეს მოგიტანთ თქვენ სურვილების ასრულებას შეიძლება სამსახურს უკავშირდებოდეს ხო ან რაღაც ნებისმიერი საკითხი რაც თქვენ ესე გაწუხებთ ეს სამომავლოდ არის რა თქმა უნდა თუმცა ამ წუთში ძალიან ჩაკეტილი ხართ ყოველ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ გულჩახურული აი რაღაც თითქოს თქვენს ტკივილთან ხო ეს გადაწყვეტილება მიიღეთ და ცოტა ცრემლიც არის აქ მაგრამ ეს არ არის ის რომ ხო დაჭდეთ და მანდა მაინც ვიტიროთ და არა უბრალოდ ხანდახან შეიძლება იყოს რომ რაღაცა რომ აეცრემლება თითქოს ადამიანს ხო ამ პოზიციაზე ხართ თუმცა აშკარად დაასრულეთ გარკვეული ეტაპი რაც იმას ნიშნავს რომ აი ქაოსიდან გამოხვედით ეს არის ქაოსი რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში ნახეთ როგორ არის კარგი ეს ჩაკეტილობა მაინც რატომ არის თქვენი ნებით არის თუ რამე შემოქმედება აქ შეიძლება აქ დაასრულეთ რამე კარმული ეტაპი კარმული უფრო არის თქვენით არის ეს არ არის ჯადოს და რაღაც ესეთი ეფექტი ბევრთან ასე იქნება და გამოხვედით მოდი ასე რომ ვთქვათ იმ ერთი წრიდან სადაც დავუშვათ ესე ლაბირინთზე ტრიალებდით ხო რაღაც გაურკვევლად ან შეიძლება ერთი და იგივე მეორდებოდა აი ეს მომენტი არის აქ პირდაპირ რო გითხრათ რომ აქ დიდი ფიქრი დაგჭირდეთ აი უცებს რაღაც მომენტალურად მიიღეთ გადაწყვეტილება და დაასრულეთ და გამოხვედით კიდეც ეს არ არის ცუდი მე ასე გეტყოდით თქვენ არ არის ეს ცუდი ნამდვილად კარგით რა ჩქარა ეტაპზე ხართ ახლა ამ ეტაპზე კიდევ მოდი ასე ვთქვათ აქ რაღაც ინფორმაცია კიდევ უნდა გაიგოთ თქვენ თუ არ გაგიგიათ შორის ესე ვიცახოდი და მე გავიგე ისეთი ინფორმაცია ძალიან შოკის მომგვრელი იყო მაგრამ აქ არის ინფორმაცია რასაც თქვენ გაიგებთ ამჯერად ხო რა არის აქ პრობლემა არის გიკეტავთ ამ გზებს გამოვალებთ მდგომარეობა რაღაც არის რომ აი ნახეთ თითქოს ყველაფერი ირგვლივ კარგად მაგრამ შეიძლება ეს გარეშე ფაქტორები არის გარეშე რაღაც პარაზიტები ნეგატივი რომელიც მოდი ასე ვთქვათ როგორც ყველასთან ახლა არის მეგობრებთ სახლში არ შემოუშვებთ ყველასთან ან ყველა თუნდაც ინფორმაციას ხო არ მიიტანთ გულთან ან ყველას ამბავს რაღაცა ხო არის ისე გარე თემა რომელიც ან დავუშვათ არ დაინტერესდებით ასე უნდა აქციოთ მე ასე გეტყოდით რაღაცა საკითხები კიდევ
მე ვერ ვიტყვი რომ აქ ზღვარი და საზღვარი თქვენ არა გაქვთ, მაგრამ თითქოს რაღაც ძალა ცდილობს რომ აი შემოიჭრას თქვენთან აი ეს ნეგატიური, გაიგეთ? ეს არის გარეშე, ეს არ არის ოჯახის, არ არის თქვენი და აი სულ სხვა ვიღაცა გადამთიელი აზრზე რომ არა ხართ, ისეთი ვიღაცა არის რაღაცა. ნახეთ, ეს ხდება ზუსტად იმ შემთხვევაში, შეიძლება აქ მართლა იყოს რაღაც თვალი ან შეიძლება ხო მაგიური რაღაცეებით თავდასხმაც ხო, იმიტომ რომ დამეფიქსირდა აქ ცოტა. და ნახეთ როგორ არის ამ დროს იწყება გარედან ხო ძირითადად პრობლემები. მე ასე გეტყოდით აქ თქვენ. ამ შემთხვევაში აი როცა ნებისმიერი ინფორმაცია თუნდაც Facebook-ზე იყოს რაღაცა დააკომენტარე და ძალიან უზრდელად გიპასუხად ვიღაცამ ან უხეშად არც აინტერესებს ვინ ახართ. ჯობია წაშალოთ ის კომენტარი. და დაიხიოთ უკან უკვე ეს არის ნახე იმ კუთხიდან უკვე თქვენ თუ ამას აყვებით შემოაბიჯებს ნეგატივი რაღაცა რაც დაგაზარალეთ გამიგეთ ან შეიძლება ქუჩაში იყოს და ვიღაცამ გამოგელაპარაკოთ მოდი ასე ვთქვათ უშნოთ ხო ან რაღაცა გითხრათ ჯობია რომ თავი გაარიდოთ იმ სიტუაციას მდგომარეობას იმიტომ რომ ეს არის უკვე გარეშე ნახეთ ან დაუშვათ თქვენი საქმე უბრალოდ არც მოდი ასე ვთქვათ შეიძლება ძალიან სახალისო და რაღაცა დაპოსტოთ თქვენ მაგრამ კატეგორია ხალხმა გაიგოს ეს ძალიან ცუდად ნახეთ არა და თქვენ უბრალოდ შეიძლება ესეთი ლექსიკონი გაქვთ ან საერთოდ არც გიფიქრიათ იმ სირთულეებზე რაც მოყვებოდა ამ ყველაფერს ხო ეს არის უკვე გარე მოდი პარაზიტები რაღაცაზე რომ ცდილობენ ესე იგი წამოგაგონ თუ გამოგიჭირონ თუ აი გაარღვიონ ზუსტად ეს თქვენი დაცვა და მე ეს რას მოიტანს ღმერთმა იცის რაღაცა ხო აი როგორ არის რაღაც ესეთი მიფიქსირდება საერთოდ გარე ფაქტორები რაც ცდილობს თითქოს ჩაგიკეტოთ გზა და ჩაგაყენოთ გამოვალ მდგომარეობაში რაც არ არის ეს ასე მნიშვნელოვანი გარდა ამისა შეგიძლიათ ესეთ დროს როცა ეს ნეგატივი მოდის და რაღაცა იგრძნობთ ცოტა იმას ქნათ გაასუფთავოთ თუნდაც პროფილაქტიკის მიზნის წმენდები გაიაროთ ესეც არის რომ დროზე ნახეთ მიაქციოთ ყურადღება ეხლა სხვათა შორის ეხლა მქონდა ესეთი მდგომარეობა ადამიანს ვეუბნები რომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება არ მოიქცია ესე ნუ არ დავკონკრეტდები რაზე და მაინც აკეთებს თავის ჭკუაზე და ნუ მე შედეგები რო ცუდი დაიდო და მე რა თქმა უნდა წმენდაზე მასთან მუშაობ მე მეუბნება რომ აი ახლა მოყვები თქვენ ბიჭო ახლა რას მომყვები მე შენ გითხარი მოიქეცი 100 ეს არ გააკეთო ეს მაინც აკეთებ შენ ჭკუაზე ახლა გააკეთე შენ ჭკუაზე ან უკვე სიტუაციიდან მდგომარეობდა ტაროდან გამომდინარე კი არა ხალხო მდგომარეობიდან გამომდინარე გეუბნებით უკეთესად დავუშვოთ როგორ უნდა მოიქცე ახლა რა მდგომარეობაში ხარ ძალიან რო გამწვავდება და всё უკან დასახევი არა გაქვთ გზა ბიჭო მე და გინდა სხვა იყოს სხვა პრაქტიკოსი იყოს კაი რა ჩვენ რო ესეც სასწაულებს ვახდენდეთ მართლა აღრიცხვაზე ვიქნებოდით ქვეყნისთვის შიში ხალხი არის გასუფთავება ნეგატივის და სასწაულების მოხდენა განსხვავდება ერთმანეთიდან მე თქვენ სასწაულებს არავის არ გპირდებით აბსოლუტურად მაგრამ ასევე თქვენს მოქმედებას მნიშვნელობა აქვს. ეხლა კაც თუ მოკლავთ თქვენ და მე მოხვიდე და მიდი ეხლა გააცოცხლო ბიჭო. ეს რო არ უნდა გააკეთო ხომ იცი. კაცი რო არ უნდა მოკლა ხომ იცი. რა გიშველო ახლა რის დაგეხმარო მე? რანაირად გავაცოცხლო ეს კაცი? კაი, ფსიქოლოგია დაგილაგდა, დამშვიდდი, გავასუფთავე თუ ზემოქმედებიდან იყო თქვენზე რაღაცა, მაგრამ იმ საქმეს რა უყო ახლა იმას რა უშველო? იმას უშველოს უკვე სახელმწიფო იქნება, რა ვიცი მე, აი სხვა ისინი რაც არის, უშველის მაგ თემას მაგი.
მიიღებთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ გაიწმინდეთ თქვენ და არ გაასუფთავდით. ძალიან გვიან გაგახსენდათ უკვე, რომ დაუშვათ ეს ნეგატივიდან არა და დაუშვათ არ არის თქვენგან, ხო? არა ხართ მკვლელები და რაღაცა მოხდა ესეთი. კი, გაასუფთავე მერე ყველაფერი და უკვე იმ გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, რაც აქვს კანონები, წესები, რაც არის, მაგასაც მიიღებთ და დაუშვათ მეტი უარეს მდგომარეობაში არ აღმოჩნებით სამომავლოდ. აი ეს არის აქ. ეს უნდა გაიაზროთ, ეს უნდა გაიფიქროთ. მაგრამ როდესაც ამჩნევთ, ხო, აი დაუშვათ რაღაცა შფოთვები გაქვთ, რაღაც გაუმართლებლობა ერთი მეორე, რაღაც აეწყო, რაღაც არ დაალაგდა, დროზე მიმართეთ. დაუშვათ დროზე მიმართეთ, თუ მაინც ეზოთერიკოს უნდა მიმართოთ. დროზე. მე რა ვიცი, მე ახლა მე რანაირად კაი ცოცხლოთ ახლა თქვენ დაუშვათ ადამიანი. არა, ეს არ არის მარტო მაგალითი და ეს არ არის ხუმრობა ხალხო. მე რეალურად გესაუბრებით. აი ესეთი კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მე რა ვერავინ ვერ დაგეხმარებათ ერთი რავი ადვოკატი, ან ფული, ან საძმაკაცო, ან ვიღაცა რაღაცა თუ გყავთ. ან მოიხდით სასჯელს და ის იქნება. ასე არის. ეგ ჩათვალეთ, რომ აი კარმის გაფუჭებაც და რაღაცეები წესეთებიც ხდება. გამიგეთ? არ დააკეთო. აი ამას მიაქცია ყურადღება. აი ფსიქოლოგიას მიაქცია ყურადღება. აი დაუშვათ, ეხლა გააკონტროლე, ეხლა დაელაპარაკე. აი ეს არის ჩემთან კაცო, ნახეთ, მე ბევრი ვიცი და ზოგი მე მგონი შეგნებულად მწერს მკითხაობა მარჩიელობას, იმიტომ ამ ხელა ალბათ მე რომ მომეშალოს ნერვები, მაგრამ არის ერთი ვარიანტი, ან თქვენ ვერ გებულობთ მეც და მეტი შეგნებაზე არ გიშვებთ გონება, ან არის მეორე ვარიანტი, არ გინდათ გაიგოთ კი არა, მე გინდათ მომიშალოთ ნერვები, მე ვერ მომიშლით კაცო ნერვებს. ეს არის თქვენი უკვე პიროვნება, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ხო და აქ მკითხაობა არ არის ეს. ეს არ არის მჭრიბაობა, რასაც მე თქვენ გთავაზობთ. მინდი ერთი ნახე მომავალში რა მელოდება. რასაც დათესა ვისგელოდება, რა უნდა ვნახო ხალხო რა. აი ამ კითხვაზე საერთოდ ჭედავ, მაგრამ უკვე თან მრავალჯერ მოსული რომ არის ადამიანი, ჩემი მსმენელიად კიდევ ასე მეტყვის. ნუ ეხლა მე ზუსტად ის რა ვიცი, მიდიხარ და გადავდივარ მეც. ესე. აბა სხვა როგორ მოვიქცე ახლა ასეთებთან. მინდი ერთი ნახე სამომავლოდ რამელო, კაი რამე ჩანს. სამომავლოდ რა გელოდებათ ახლა ზოგადად, აი ესე ზოგადი გაშლა თუ გინდათ, რასაც მე ვაკეთებ, რა წარმატება შემოდის, ხო? ეს კიდე სხვა თემა არის, კი, შემოდის, მაგრამ აქაც რჩევებს ვამბობ, თქვენ ამ ეტაპზე რა მდგომარეობაში ხართ, რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს წარმატება შემოვიდეს. და ეს თუ მჭრიბაობა და ეს თუ მკითხაობა, მაშინ აღარ ვიცი. მკითხავს და მჭრიბავს რა ქვია. აქ ერთი გოგო გამოდის ძალიან ისეთი ჭყიპინა ხმა აქვს სხვათა შორის და მოკლეთო, სხვა ქვეყანას ასახელებს რაღაცას, რა ვიცი. გაერთიანაო, მატრიცაო, რუკაო, პირველადო და აი მეც ახლა აი მე დედა რამდენ გაბრუციანად ხალხო ამდენი ხანია. გვერდი მაქვს შექმნილი, გაერთიანებული მაქვს, აბა რას ვაკეთებ? ტარო, ნუმეროლოგია, მატრიცა, რუკა, ყველაფერი არა მაქვს გაერთიანებული. რა დაინახა, მაგრამ ეს უცხოელმა გააკეთა და ეს უცხოელმა რადგან გააკეთა, ესე იგი всё, ბეჭად დასმული რომ კარგია და აი რაღაცა სასწაული აღმოჩინოთ, ქართველმა გააკეთა და ვერ შეამჩნიეთ. დარც დააფასეთ. რა უნდა გითხრათ ამის შემდეგ?
აი აქ ზუსტად თქვენი ძლიერი მხარე ზუსტად იმ შემთხვევაში დაფიქსირდება და გამოჩნდება, რომ აი ამ გარეშე რაღაცებს ყურადღებას არ მიაქცევთ. თამის სასამართლო ის თუ გაქვთ, აქ ჯარიმის გადახდა არ მოგიწიოთ. გადახდა კი. ზოგიერთი ისეთი ტიპაჟია, მოდი ასეთ რაღაცასაც გეტყვით. ფრთხილად იყავით ძალიან. აი როგორც ადრე ხდებოდა მე მგონი ესეთ რაღაცები ძალით შეუვარდა მანქანას ფეხებში, იმიტომ რომ მერე დავუშვათ არჩინო ესეთ რაღაცები, ხო? აი ზოგიერთი არის ზუსტად ესეთი ტიპაჟი, ძალით რაღაც აი პოზიტიურიც რომ იყო, ეძებს რომ რაღაცაზე წამოგიკიდოთ. გამიგეთ? ხო და არიდეთ ესეთ ხალხს თავი. აქ მაინც თქვენ ხართ გამარჯვებული, აქ რამე წინაღობა კი არ გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ მას ხდება, გადაწყდება, მაგრამ აიცი რაღაც მაინც დაფიქსირდა. კარგი, ნახოთ რა ცვლილება შემოვა ამის შემდეგ თქვენთან. მე ასე გეტყოდით, თუ ვინმე დაბლოკეთ და გაუშვით მარილზე, მისი ადგილი უკვე იცით სადაც არის და შეგიძლიათ თაიგული გაუგზავნოთ. ვენოკები აღარაა მოდაში, ამიტომ თაიგული გაუგზავნოთ ესეთ ადამიანებს კონტაქტში ნოშევოთ. აი ესეთი პატარა ინფორმაცია მქონდა მე დღეს თქვენთვის, იმედია გამოგადგებათ, გისურვებთ წარმატებებს. დაგეშტობებით დროებით. და ლაიქით გადაზიარეთ გვერდი.